მეგობრების შემოერთება დაიწყო. დიდხანს არ დაველოდებით. ვიცი რომ ძალიან სერიოზული შეზღუდვები გვაქვს. ამიტომ გაცილებით მეტი უყურებს შემდგომ, ვიდრე გადაცემის პროცესში, თუმცა გადაცემის პროცესშიც ბევრი უყურებს, მაგრამ ეს ხელოვნურადაა შემცირებული. გამარჯვებით იყოთ მეგობრებო. დღეს ძალიან საპასუხისმგებლოა ყველა მიმართულების საქმიანობა. თავარი არის ის, რომ ბიზნესი დაწვა და ღუპავს თავის თავს და რეალურად ბიზნესი შეერთდა შეერწყა პოლიტიკას. პოლიტიკასთან შერწყმა ყოველთვის ცუდია, მაგრამ როდესაც ერთ პოლიტიკურ ბირთვს, ანუ ხელისუფლებას უერთდები და პრაქტიკულად მონურ ფსიქოლოგიას იღებ, ეს უკვე ძალიან ცუდია. ფულის ძალა ძლიერდება ქვეყანაში. მოსახლეობა მძიმე ცხოვრობს, მაგრამ გარეთ წასულები ეხმარებიან საქართველოში დარჩენილებს და შთაბეჭდილება იქნება, რომ ყველაფერი კარგადაა. მაგრამ რეალურად როცა ჩახედავ საქმეს, მივხვდები, რომ სხვაობა ძალიან მდიდრებსა და ძალიან ღარიბებს შორის ეს იმდენად კოლოსალურია, რომ მსგავსი რამ მსოფლიოს არც ერთ ქვეყანაში არ არის. ეს არის გავერანებული უკვე ძალა, ფულზე ორიენტირებული, რომელსაც უნდა რომ იყიდოს ყველა და ყველაფერი. და ახერხებს კიდევაც ამას, ეს ყველაზე ცუდი და ყველაზე მძიმეა. მე დღეს მინდა რამდენიმე საკითხი შევეხო და გითხრათ ზოგიერთი მოსაზრება, თქვათ, ჩვენ როგორ ვხედავთ მოვლენების განვითარებას. კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რომ
წინა გადაცემაშიც ხაზგასმით აღნიშნა. მეცნიერთა კონგრესი ქუჩის პოლიტიკის წინააღმდეგია. მაგრამ მაშინ რისი მომხრეა? მეცნიერთა კონგრესი არის იმის მომხრე, რომ ხალხი გახადოს თვალებახილებული. თუ ხალხი არ არის თვალებახილებული, გადაწყვეტილება მაინც ვერ იქნება სწორი მიღებული. სიტყვა თვალებახილებული ხალხი ეს არის გადამწყვეტი პოლიტიკაში, ეს თეზა, ეს პოზიცია ცოტა ესე იგი სიტყვათა ცვლილებას ვაკეთებ, თორე ვაჟა-ფშაველას ეკუთვნის. ვაჟა-ფშაველა ამბობს, რომ პოლიტიკისათვის ყველაზე კარგი არის თვალებახილებული ხალხი. საქართველოში დღეს ადამიანების აზროვნება დააბნელეს პრაქტიკულად. არ გაგიკვირთ, დააბნელეს ადამიანების აზროვნება და ყველაზე მთავარ მტრად ქართველ ხალხსაც კი მიაჩნია, რომ მთლიანად არა, მაგრამ ხალხის დიდ ნაწილს მიაჩნია, რომ ევროპაა მთავარი მტერი და ამერიკაა მთავარი მტერი. და დღეს ისე მიდის საქმე, რომ რასაც უფრო მეტად გაგლანძღავს ევროპა და ამერიკა, მით უფრო იკვრება ხალხი ბიძინა ივანიშვილის ირგვლივ. როდის ხდებოდა ეს წინა ისტორიაში რუსეთთან დაკავშირებით? რაც უფრო ასე იგი გლანძღავდა და ძიმე მდგომარეობაში გაყენებდა რუსეთი, მით უფრო იზრდებოდა ხელისუფლების ირგვლივ ხალხის ესე იგი შემოკრება. შემოკრება იყო ძალიან სერიოზული. ეხლა ის ადრე იყო რუსეთს, ეხლა გახდა ამერიკა ევროპაზე. ჩვენ იმაზე რთულ მდგომარეობაში ვართ, ბატონებო, ვიდრე წარმოგვიდგენია. ჩვენ იმასაც ვერ ვხედავთ, მე მხედველობაში მაქვს საკუთარ თავს ვიჭერს ზოგჯერ ამ იმაში და ჩემს ახლობლებს, მეგობრებს და სხვებს, რომ ესე იგი მე არავის ჭკუას არ ვასწავლი, მაგრამ ეს მეცნიერთა კონგრესის ზოგიერთი მოსაზრება მინდა წარმოვადგინო, რომ რეალურად ტრის ხატი უკვე დახატულია. ტრის ხატი საქართველოსთვის ჩვენ და საუბედური, ჩვენ და სამწუხარო, ეს არის ევროპა. ტრის ხატის როლში ადრე რუსეთი იყო, ევროპა. მე ასეთი რუსული განწყობა თუ იყო ადამიანებში, პოლიტიკოსებში რო იყო, ამას კი ვხედავდი. მაგრამ თუ იყო ადამიანებში, ამას ვერ ვზნობდი, რომ ადამიანურად მინდა ვიტყვათ, რომ ამას ვერ ვზნობდი. ეხლა ეს გაცილებით უფრო მეტად გამოიკეთა. და გამოიკეთა და ეს რეალურად ჩანს, რომ დიდი და პატარა გადასულია ევროპის, ამერიკის განძღვაზე. ეს არის საშინელება. და დიდი და პატარა არაბულ ოპოზიციას უჭერს მხარს, არაბულ ესე იგი ინვესტიციას, ვითომ ინვესტიციას, თხული ეს რა ინვესტიცია ეს უჭერს მხარს, რომ ესე იგი 170 ქვეყანასთან კარები ღია აქვს ქვეყანას და კაცი ხმისამომღები არ ჩანს ხელისუფლებაში და ხელისუფლების გარეთ, რომ თქვას, რომ ეგეთი რამის გაკეთება როგორ შეიძლება ამ პატარა ქვეყანაში, ამას ვერც ერთმა ქვეყანამ ვერ შეძლო მსოფლიოში ეს რა ვქენით ეს. ესე იგი, ანუ ქართველებს უშვებთ გარეთ, უცხოელები შემოყვავს ქვეყანაში, ეს პროცესი მიდის კატასტროფულად მძიმედ, ციფრები ამისი მოვიტანე და ეხლა ყველაფერს ერთად ვკრიბავთ და როცა წარმოვადგენ უკვე მართლაც თმაყალზე დამიდგება, რათ უნდა ამას თქვა, რომ 400.000-მდე კაცით მეტი ადამიანი გავიდა ქვეყნის გარეთ, უკანასკნელი 3 მაქსიმუმ 4 წლის განმავლობაში, ვიდრე დაბრუნდა საქართველოში და დაახლოებით 250.000 კაცით მეტი შემოვიდა, ვიდრე გავიდა საქართველოსთან, ესე იგი უცხოელი შემოვიდა საქართველოში, ვიდრე გავიდა ქვეყნიდან. წარმოგიდგენიათ ეს რა ციფრებთან გვაქვს. აღარ ვსაუბრობ იმაზე, რომ დემოგრაფიულად კავკასიაში პირველი ქვეყანა უკვე 3-ჯერ ნაკლები ცხოვრობს, ჩვენ მეტი ვიყავით ვიდრე აზერბაიჯანში, უკვე 3-ჯერ ნაკლები ცხოვრობს ვიდრე აზერბაიჯანში. სომხეთშიც კი მდგომარეობა კაცილებით უკეთესია, თან აზერბაიჯანი მონოეთნიკური ქვეყანა, სომხეთიც მონოეთნიკური ქვეყანა, ჩვენ კი პრაქტიკულად 1,300,000 დავჭით ქვეყანაში
და რეალურად ნაცვლად იმისა, რომ მთელი პოლიტიკა ორიენტირებული იყოს იმაზე, რომ მოდი შევიკრათ ერთმანეთთან, როგორმე დავილაპარაკოთ ერთმანეთში, მოუძებნოთ საერთო ენა, მოუძებნოთ პრობლემები. არა, ეს ხელისუფლება ხო, როგორც იტყვიან, ესე იგი, თავშეუკავებლად გახდა ესე იგი ტერორისტული, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით და ოპოზიციაში ყველა ფიქრობს, რომ ლიდერი იყოს. ამდენი ლიდერი თუ ყავდა ქვეყანას, იქნება პატარ-პატარა გაერთიანებები, ყველანი თვლიან, რომ აბა ამ მიტინგზე მოდით, იმ მიტინგზე მოდით, ეძახიან ამ მიტინგებს. ძალიან ბევრს უკვირს და მეუბნებიან იმასთან შეერთით, ამასთან შეერთით, ზოგი საპატრიარქოსთან ატარებს მიტინგს, ზოგი რუსთაველის ძებთან, ყველას პატივისცემ, მაგრამ ჩვენ შევთავაზეთ, რომ ამ ეტაპზე გაცილებით უკეთესია ცნობილი ადამიანების ხელმოწერით გაკეთდეს ის, რომ ჩვენ მოვთხოვოთ ყველა აკადემიას, მეცნიერებათა აკადემია იქნება, ვთხოვოთ ადამიანურად, მივიდეთ და ვთხოვოთ მეცნიერებათა აკადემიას, სოფლის აკადემიას, ენერგეტიკის აკადემიას, აკადემიებს, საერთოდ ყველას, უნივერსიტეტებს, ინსტიტუტებს, სამეცნიერო დაწესებულებებს, შემოქმედებით კავშირებს, გამოხატონ პოზიცია მთელ რიგ საკითხებთან დაკავშირებით. ეს გაცილებით უკეთესია, ეს არის ეროვნული მოძრაობა, ამით იწყებოდა. მიდიოდნენ ისინი და ეუბნებოდნენ მწერალთა კავშირს, გამოხატეთ ამაზე პოზიცია. მიდიოდნენ უნივერსიტეტში და ეუბნებოდნენ სტუდენტებს, გამოხატეთ პოზიცია. ეს ამ მსგავსი რამე არაფერი არ არის, იმიტომ რომ პოზიცია არ გააჩნია თვითონ იმ ხალხს, ვინც იწვევს ქუჩაში ხალხს, იმათ უნდათ რომ ავტორიტეტი მოიპოვონ, ვიღაცისგან ეთყობა ფინანსდებიან, რაღაც ფული აქვს, გაუგებრობაა სრული ეს ყველაფერი, რაც ხდება და ამ ხალხს გონია კიდე რომ ესენი უნდა დავაფინანსოთ და ამას უნდა მივეკენდოთ. მე ასე მგონია და მეცნიერთა კონგრესის პოზიცია ასეთია, რომ არავითარი ოპოზიციური ძალების ერთობა არ შედგება, ვერ შედგება და არც საჭირო არ არის. რა არის ამოცანა? ამოცანა არის დღეს ხალხი იქცეს მთავარ ოპოზიციურ ძალად. ხალხს წაართვეს ძალა, ხალხს ყველა ეკაჩება თავისკენ. მაშინ, როდესაც ის არის პოლიტიკური ძალა, რომელიც ცდილობს, რომ ხალხის, ესე იგი, ხალხი აქციოს მთავარ ოპოზიციურ ძალად ქვეყანაში. თვითონ კი არ იფიქროს, რომ ის არის პოლიტიკური ძალა, ოპოზიცია, რომ მე ვარ მთავარი ოპოზიციური ძალა და აბა შემომიერთით მე და რაღაცა. ლაპარაკი იყოს იმაზე, რომ ხალხი იქცევს მთავარ ოპოზიციურ ძალად. ნებისმიერმა პოლიტიკოსმა, ვინც არ იცის, რომ ხალხის მთავარ ოპოზიციურ ძალად ქცევა შეუძლია მხოლოდ მეცნიერებას და მეცნიერულ ანალიზს და მეცნიერულ პროგრამებს, ну თავისთავად ცხადია ჩვენ მაშინ პოლიტიკის ანი და ბანი არ გვესმის. თუ ანი და ბანი არ გვესმის, რა გვინდა პოლიტიკაში? აშკარაა, რომ მაშინ ჩვენ ფიქრობთ იმაზე, რომ ვიღაცამ ფული მოგვაწოდოს და რაღაც 1000 კაციანი, 200 კაციანი, 300 კაციანი რაღაც შეხრებები ჩაატაროს. ჩემ მეგობრები არიან ბევრი, ვინც ატარებენ ამას და მე მათ ვეუბნები, რომ ხელისუფლებას აძლევთ სალაპარაკოს, რომ 400 და 500 კაცს ვერ შეგრიბავთ, როდესაც ლაპარაკობთ. რადა საქართველოს მოსახლეობის 90%-ს მიაჩნია, რომ არაბული ქალაქების მშენებლობა არ უნდა შედგეს. და მე გარწმუნებ თქვენ, რომ ტელევიზიით, რომ ხელისუფლებისა და თქვათ მეცნიერების დისკუსია შედგეს, აი ამ შემთხვევაში მე მეცნიერთა კონგრესზე ვამბობ, 100% თუ არა 99% იტყვის იმას, რომ ერთს 100 ინვესტიცია არ არის, არც სერიოზული ინვესტორი, არ სერიოზული ძალა ის არ არის, რომელიც შემოდის. ამის გაკეთება ჩვენ მშენებლებსაც შეუძლია თუ ამის გაკეთება გვინდა და პრაქტიკულად ეჭვი გვეპარება, რომ ეს არაბების ფულია საერთოდ. და ძალიან ბევრში აზრი არის იმის თაობაზე, რომ ბიძინევანიშვილის ფულია სხვანაირად ვერ იყენებს ამას და გამოდი და თქვი პირდაპირ, ეგრე არ ჯობია თუ ესეა და თუ ამას აკეთებთ, მაგრამ თათასე მე მგონი არაფერი არ არის, თათასე არ არის ყველაფერი. აქ არის უფრო რთული მდგომარეობა, ვიდრე მგონია. მე ვნახე დღეს კარგად მითხრა ერთმა უცხოეთში მცხოვრებმა ქართველმა. პირველად ვნახე რომელიმე ხელისუფლება, რომელიც ამბობს, რომ ინვესტორთან დადებული ხელშეკრულება არის ესე იგი არ შეიძლება მისი გამოტანა ხალხის წინაშე, ჩაკეტილია და ესე იგი ისადებს 9 კრიტულშია ჩაკეტილი. ეგეთი რამე თქვა, რომ მე აი ვიხსენებ, მაგრამ არ ვიცით. როდესაც თქვა ასეთი ხელშეკრულება დგება და ხელისუფალი გეუბნებოდეს, რომ ეს არის საიდუმლო
და მისი ეხლა გამოტანა არ შეიძლება. მსგავსი რამ გვეუბნებიან არტოებს თქვენში ეჭვს, ვინც დღეს მე ძალიან ბევრმა პიროვნებამ, აი რომელიც ხარს უჭერდა ბიძინა ივანიშვილს, ამ არაბული ინვესტიციის გამო რადიკალურად შეიცვალა პოზიცია. ისინი მოაზროვნე ადამიანები არიან. რამ დაგვამუნჯა, რამ მიგვიყვანა იქამდე, რომ რა არაბული ესენი აი ხო წარმოგიდგენიათ თქვენ რა არაბული ინვესტიცია, ჯერ ერთი ინვესტიცია არ არის. მერე მეორე გასაიდუმლებული რატოა? მერე მესამე ვეუბნებით ერთი ქალაქი გითხარით მსოფლიოში, სადაც არაბებმა ააშენეს არაბული ქალაქი. და გვეუბნებით რომ პატრიარქს არ ეკუთვნის სიტყვა რომ მიწის გაკიდვის, გასხვისების უფლება არ აქვს არც მეფეს, არც პრეზიდენტს, არც პატრიარქს. და კიდევ ვიმეორებ რომ ყველა ნობელის პრემიის ლაურეატმა ეკონომისტმა დაწერა რომ მიწა საერთოდ რო არ კიდიდებს ჯობს, მაგრამ პატარა ქვეყნები კატასტროფაა, მიწებს არ უნდა კიდიდებნო. ახლა კიდე რა უნდა მოხდეს, კიდე რა უნდა გითხრას, კიდე ვის უნდა დაუჯეროთ, ვის უნდა დავეკნოთ. კაი, თქვა თემურ შაშიაშვილი არ მოგწონს, მაგრამ ესენი ვინც გამოდიხართ, მე მინდა ბატონ მალხაზ გულაშვილს მიმართო რომ თქვენთან გამოდიან ძირითადში და იწოლებენ ამ იმას. ბატონო მალხაზ, ჩვენ ერთად ვაკეთებდით მაშინ იმას და აი აგერ გვაქვს ჩვენ დოკუმენტი და მე მოვალ თქვენთან ტელევიზიაში და წავიკითხავ აი ამ მიმართვას. საქართველოს მოსახლეობას მიმართვა. როდის არის დაწერილი 2005 წელში. რა ვინ აწერს ამ მიმართვას ხელს? ალფაბეტის მიხედვით. წინ საქართველოს დამფუძნებლები ვაწერთ ხელს. ვინ ვიყავით ჩვენ ეს დამფუძნებლები? მამუკა არიშიძე, ირაკლი ბათიაშვილი, გიორგი კობახიძე, დღევანდელი პრემიერის მამა, ჰამლეთ მელაძე, ევროპის აკადემიის წევრი, ნუკრი კანთარია, მიხეილ ქურდიანი, თეიმურა შაშიაშვილი, დავით ჭეიშვილი, მერაბ ჯიბლაძე. 15 ივლისი 2005 წელი. ყველაფერი აქ გვაქვს ჩვენ ჩამოყალიბებული, რისი წინააღმდეგი ვართ. დღეს რისი წინააღმდეგიც ვიყავით 2005 წელში და ამით ვებრძოდით მიხეილ სააკაშვილის და იმ ხელისუფლებას, ყველაფერს უწონებთ ამ ხელისუფლებას. მე არ მესმის ეს. ვინმემ გამაგებინოს და მეტი არაფერი არ მინდა. აი აგერ მეორე გაზეთი ამას ხშირად გამოვიდნენ. დავითის ზარი. ჩვენ ვიყავით ყველანი და ვიდექთ იგივე ხალხი და ვამბობდით რომ დავით აღმაშენებლის ძეგლი არ უნდა გავიდეს იმ ადგილიდან, სადაც წმინდანი მეფის ძეგლის აღმართვა აკურთხა საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა და პრეზიდენტის ბრძანებულებით დაიდგა. არავითარი გადაწყვეტილება არ არსებობს. პატრიარქს არ მიუცია კურთხევა არც გადატანაზე და არც იმ ადგილზე აღმართვაზე, სადაც ის გადატანილია დღეს. ხშირად ვამბობ პეტერბურგში ფალკონემ, სადაც პეტრე პირველის ძეგლი მიხვალ, ეს არის შეგიძლია რომ დაისვენო ძეგლთან მიხვიდე რა, აი დღეს ახლა მივედით კიდე სპეციალურად გავჭი, აი სად არის, აი როგორ უნდა მიხვიდე დიდი მეფის ძეგლთან როგორ უნდა მიხვიდე. თელ მსოფლიოში ძეგლები ისეა მოწყობილი რომ აბსოლუტურად ან თუნდაც ქუთაისში გადაიტანეს და ლენინის კვარცხლბეკზე აღმართეს. ვამბობთ იმას რომ ბიჭო ეს არის ესე იგი ანტიქრისტიანულია ყველაფერი, ერთიც და მეორეც. წმინდანი მეფე აღმართულია იმ ადგილზე, სადაც არ უკურთხებია მისი აღმართვა საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს. მეფის ძეგლი დგას ქუთაისში იმ ადგილზე, იმ პოცდამენზე, რომლიდანაც მოიხსნა ლენინის ძეგლი. არაფერი არ შეცვლილა. დგას იმ პოცდამენზე. არც იქ უკურთხებია საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს. არა და როგორც ქუთაისში ესე იგი 1995 წელს 21 სექტემბერს ღვთისმშობლის წილხვედრ ქვეყანაში 21 სექტემბერს ძეგლი ესე იგი აღიმართა დავით აღმაშენებლის. ის ძეგლი აკურთხა კათოლიკოს პატრიარქი ჩამოვიდა, მსოფლიო პატრიარქი ჩამოვიდა. იუნესკო იყო ჩამოსული. მთელი საერთაშორისო ორგანიზაციები. ბაგრატიონთა გვარი მსოფლიოს 18 ქვეყნიდან იყო ჩამოსული. საქართველოს მეგობრები, ყველა ერის წარმომადგენლები ჩამოსულები იყვნენ. ეს იყო სასწაული, ესე იგი ერთობა მაშინ. სადაც აღიმართა იქედან გადაადგილეს და დადგეს ლენინის კვარცხლბეკზე. დარც გწხვენია. და გავიდა იმის შემდგომ რამდენი წელი. 2000 აი აგერ ეს გაზეთი არის გამოშვებული
2002 გაზეთი, რომელსაც ესეც 2005 წლის 22 ნოემბერს. აი მაშინ ხდებოდა დავით აღმაშენებლის ძეგლის გადატანა. ერთგანაც და მეორეგანაც გადაადგილეს ძეგლი მეფეთ მეფის. ამაში მოცემულია ყველაფერი. ყველანი ერთად ვიდექით ჩვენი იქ. მე და გიორგი კობახიძე ღამის 11-12 საათამდე ბოლოს მან თქვა რომ მე ვერ დავჩები ღამეო და მე დავჩი ღამე 3 ღამე გავათენე იქ ისე რომ არ წავსულარ სახში. რატომ? იმიტომ რომ აქ არ არის ლაპარაკი მარტო დავით ხშირად ვამბობ ამას, მაგრამ ეს არ არის უბრალოდ რომ მაშინ საქართველოს გაჩუმდა. შეეშინდა მიხეილ სააკაშვილის. ხმა ვერ ამოვიღეთ. მე ვერ გეტყვით ადამიანს, რომელიც იყო იმის მომხრე, რომ ძეგლი გადატანილიყო იქედან. როდესაც მივწერეთ საკრებულოს, რომ ვისი გადაწყვეტილებითაა ეს ძეგლის გადატანა, საკრებულო მოგწერა, რომ ჩვენ არ მიგვიღია ეს გადაწყვეტილება და ჩვენ არაფერი არ ვიცითო. როდესაც მივწერეთ პრეზიდენტს აპარატმა გითხრა, რომ ქალაქის მერიას მიმართებოდა და ქალაქის მერიამ გითხრა, ჩვენ არაფერი არ ვიცითო. ძეგლი გადაადგილეს. ამაზე დიდი არა მარტო დანაშაული, წოდვა ორივე ადგილიდან გადაადგილეს. ვინმე დააბრუნა? ჩვენ წინ საქართველოს ვიყავით ინიციატორი მიწების გაკიდვის, ინფორმით, როგორადაც იღებდნენ კანონს. ყველა მოვაწერეთ ხელი ჩვენ იმ დოკუმენტს, რომელიც დავარიგებთ ამ დღეებში იმასაც გამოვიდანთ. ბატონმა გია კობახიძემ და მე დავარიგეთ მთელ საქართველოში ეს დოკუმენტი. ავტობუსებით ვაგზავნიდით, რომ ხვდებოდნენ ადამიანები და არიგებდნენ მე ამას. და მიქონდათ გამგეობებში და ყველგან. დღეს კეთდება იგივე, რის წინააღმდეგაც გამოდიოდით ჩვენ მაშინ. როგორ გავჩერდეთ? როგორ? გამოდის ბიძინა ივანიშვილი და ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილი უნდა წავიდეს, იმიტომ რომ მან ევროპული ფასეულობები გაანადგურა. მე მექნება მომდენო კვირაში გადაცემა, სადაც ვისაუბრებთ ჩვენ, აი მოვიყვანთ მათი გამოთქმები როგორი იყო ადრე. დღეს ასაკეთებენ თვითონ. ჩვენ ვითხოვთ იმის შესრულებას, რა პროგრამითაც მოვიდნენ. ჩვენ ვითხოვთ იმის შესრულებას, რასაც დაპირდნენ ხალხს. და ნაცვლად იმისა, რომ ჩვენ გვითხრან, რომ კი მართალია ეს დავპირდით და თუ ვერ ასრულებთ, ვერ ვასრულებთ, რატო ვერ ვასრულებთ, ეს აუხსნან. არამედ ლაპარაკი არის ამართლებენ ახლა იმას, რომ აი რო არ აკეთებენ ამას, იმას ამართლებენ და ამართლებენ იმას, რისთვისაც ებრძოდნენ წინა ხელისუფლებას. მე მსგავსი იანუსობა, მსგავსი გაორება ხელისუფლების და ხელისუფალთა არ მინახავს. მე მსგავსი ჩაჭიდვა იმაზე, რომ მე უნდა ვიყო და თქვენ ცხვრები ხართ და მე რასაც მინდა იმას გაგაკეთებინებთ, აი როგორც ეს ხელისუფლება აპირებს, მე არ მინახავს. მე ვნახე დღეს გაკეთებულია, ესე იგი, რამდენიმე გამოსვლა, სადაც ღარიბაშვილი ლაპარაკობს, რომ აი ვთქვათ, წინა ხელისუფლების წარმომადგენლებს შვილებს აფხაფინანსებდნენ, რა გააკეთა 6 მილიონი ფული აღმოჩნდა კაცს ოჯახში. და თანაც ყველა გამოდის და ლაპარაკობს ღარიბაშვილზე, ამბობენ, რომ ეს არის ჩვენი ღირსება, ჩვენი, რავი, ლენინზე რომ ამბობდნენ, იმ არის სიტყვებია, რომ ჩვენი ღირსება და პატიოსნება არის, რომ იმისი დღეს ხმას არ მე გაოცებული ვარ. ამიტომ ჩემი გაოცება არაფერს არ ნიშნავს, ბატონებო. ჩვენ ასე ბრმად უნდა გავყვეთ ამას ყველაფერს. ხალხში არის, ხალხი ფიქრობს ერთ რამეს, რომ კი ბატონო, ხალხში არის განწყობა ოპოზიციური, მაგრამ შეკვრა არ ხდება ამის სწორად, იმიტომ რომ ყველა ცალ-ცალკე მოუწოდებს, აბა იქ შევიკრიბოთ, აქ შევიკრიბოთ, იქ გამოვიდეთ, აქ გამოვიდეთ, აბა ის და არის ლანძღვა გინება და არავით არის კონსტრუქციული, არავით არის პროგრამული. ჩვენ ვქმნით საზოგადოებრივ პარლამენტს. საზოგადოებრივი პარლამენტის კონცეფცია ეს არის ეროვნული თანხმობის ხელისუფლების კონცეფცია, რომელიც რამდენჯერმე და სრულიად დახვეწილდა იმ ვარიანტს ჩვენ ძალიან მოკლე პერიოდში წარმოვადგენთ, პრეზიდენტაციას გავაკეთეთ. ჩვენ ახალ წელში უკვე საზოგადოებრივი პარლამენტი შეიკრიბება. ჩვენ კი არ ვშიშობთ, მაგრამ ხელისუფლება ძალიან ბევრ ვინმეს აფრთხილებს იქ არ მეჭვიდეთო. გამოჩნდება ჩვენ სიას გამოვაქვეყნებთ ერთი თვით ადრე, როდის იქნება შეკრება. ვინც არ მოვა, ხალხი დაინახავს ვინ არის. ჩვენ არ დაგვისახელებია ეს ხალხი. ეს ხალხი დაასახელეს თვითონ აი ცალკეულმა წარმომადგენლებმა. დღეს ერთმა პიროვნებამ მე დამირეკა და მითხრა, რომ თუ შეიძლება კიდევ და მე ვთქვი, კი ბატონო, რა პრობლემა არის და ჩვენ წაიღებს ალბათ ამ დღეებში ჩვენგან აი ფუნქციას, სადაც მოცემული ქონდა ყველაფერი როგორ უნდა მოხდეს პიროვნებების დასახელება და წარმოადგენს ვისაც აქვს სრული ნებისმიერ პიროვნებას, ისე რომ ამ წლის ბოლოსთვის უკვე ჩვენ პრაქტიკულად პარალელური პარლამენტი, საზოგადოებრივი პარლამენტი უნდა გქონდეს. ხალხი დაინახავს
როგორი ხალხი ამ პარლამენტში თუნდაც დასახელებული, ვინც ვერ გაბედავს იქ მოსვლას, როგორი ხალხია დასახელებული და ვინ არიან საქართველოს პარლამენტში. მე თავარ პოზიციად ვამბობ ერთ რამეს, რომ ამ ეტაპზე თავარი არის ჩვენ როგორმე გავერთიანდეთ ყველანი ეროვნული თანხმობის პარლამენტის შექმნის კონცეფციის ირგვლივ. ამაში არის გადარჩენა. ვერავინ ამას ვერ უარყოფს და პირად საუბარში ყველა აღიარებს, მაგრამ ყველა ცალ-ცალკე უნდა რომ ლიდერობა და გამოდიან ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები და უსირცხვილოდ ლაპარაკობენ იმას, რომ ლანძღავენ ამ ხელისუფლებას იგივეზე, რასაც თვითონ აკეთებდნენ. არა გაქვთ თქვენ ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებს ეს უნდა თქვენ აფუჭებთ, აი თქვენ ხალხს უკარგავთ წმენას და ყველაფერს, ის ოპოზიციური ძალები, რომლებიც ხართ, უკარგავთ ძალას იმის გამო, რომ თქვენ რეალურად უარესი აკეთეთ, როდესაც იყავით ხელისუფლებაში და თქვენ უნდა მოინანიოთ, უნდა თქვათ, რომ ეს და შეუერთდეთ თუნდაც რაღაც იმას, რაც პროგრესულია, რასაც მეცნიერები ამბობენ. არა, ესენი გამოდიან და უტიფრად ლაპარაკობენ იმაზე, რომ ჩვენ უნდა ვინ ნაციონალური მტრისას, ნაციონალური მოძრაობის მოbrunება, მტრისას ბანკირების მოbrunება ხელისუფლებაში, მტრისას ისე ფულიანების და მდიდრების მოbrunება ხელისუფლებაში, მტრისას მე ხშირად ვიმეორებ და ამ დღეებში თქვი ერთი რამ, რომ იტალიაში, როდესაც მაფიამ ძალიან იმძლავრა, მაფიოზები შეიკრიბენ, მაფიოზები. და ნახეთ, რა თქვეს, თავარ მაფიოზურ ქალაქებში თქვეს ერთი და იგივე რამ. ჩვენ კი ვართ მაფიოზები, მაგრამ ჩვენი ქალაქის მერი და ჩვენი ქვეყნის ხელისუფლება წესიერი უნდა იყოს. წარმოგიდგენია თქვენ, მაფიოზებიც მივიდნენ იმ აზრამდე, რომ ქალაქის ხელმძღვანელობა, მხარის ხელმძღვანელობა, ქვეყნის ხელმძღვანელობა უნდა იყოს წესიერი და მაშინ შედგება ქვეყანა. საქართველოში ვინც კი არის მეწარმე, დანიშნული მეწარმეები არიან როგორც ჩანს. და ამიტომ ისინი ფეხქვეშ ეგებიან ხელისუფლებას. ხვალ რომ მოვიდეს სხვა ხელისუფლება ფეხქვეშ გაიგებიან მას. მე ხშირად მithქვამს და ვიმეორებ. ბიძინა ივანიშვილის ძმას, ბიძინა ივანიშვილის ბანკი ჰქონდა ქუთაისში და მისი ძმა იყო ბანკის ხელმძღვანელი. შესახედავად არ ვიცი, არ შევხვედრი ვარ, არ მომიწვევი, არაფერი არ დაგვივალებია ჩვენისთვის. იმ ბანკიდან მე სესკი გამომქონდა და ვიხდიდი. იმ პროცენტით და იმით როგორც იყო მიღებული. დღეს, როდესაც ყველა მეწარმე ყიდულობს ხელისუფლების კეთილ განწყობას, ამ ქვეყანაში ბიზნესი ვერ იქნება. იმ ქვეყანაში ბიზნესი ვერ იქნება, სადაც ელექტროენერგია ამდენი ღირს, სადაც ბიძინა ივანიშვილმა რომ აი კრიპტოვალუტა რო ეწარმოებინა 8 ცენტი ღირს იქ თუ 8 თეთრი ღირს ელექტროენერგია, ხოლო სხვა მეწარმეებთან 30 თეთრი ღირს. როგორ შეგიძლიათ ეს? გორში სასწაულრამეებს ამბობენ, როცა აშენებდნენ იმას იქ, რა მოსახლეობა, რის მოსახლეობა ეს კრიპტოვალუტის გამოშვება და გამოდიოდა გარკვეული პერიოდი. ცალკეული ხალხში რო შეხვალ და დაილაპარაკები, თმა ხალხზე დაგიდგება, ისეთ რამეებს ლაპარაკობენ. რა თუნდა ამას? ბევრი რამ და ესე იგი აი ჩვენ ვამბობთ, სად არის კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა? გაჩერდა ხომ? გაჩერდა რა? რატომ გაჩერდა? ერთი კორუფციული კლანი შეიცვალა და მოვიდა მეორე კორუფციული კლანი. არაფერი სხვა რამ. პოლიციაში ნახეთ, ადრე წინა პრემიერ-მინისტრის დროს განთავისუფლებული პიროვნება მოიყვანეს მაღალი რანგის თანამდებობა და ქუჩაში რო არბებს ყველაფერს. კაცი ამბობს იმას, რომ თქვენ წარმოგიდგენიათ ამას, ეს აი თქვათ ამაყი ქვეყანა სადაც არის და ხალხს სადაც სიამაყე არ დაუკარგავს. ასეთი რამე რო იკადროს პოლიციის უფროსმა და პოლიციის მაღალი რანგის ხელმძღვანელმა მთელი ქვეყანა ფეხზე დადგება. აი ნახეთ რა თქვა მან. რა გიკვირთ $80,000 მანქანა რომ აქვსო? $80,000 მანქანა რომ აქვს, რა გიკვირთო ჟურნალისტებს ეუბნება. და ამას ვითმენ ჩვენ. ხალხი, რა გვინდა ხელისუფლება, რა შვაშია? ხელისუფლება აკეთებს იმას, რის უფლებასაც ვაძლევთ ჩვენ. ჩვენ ვაძლევთ იმის უფლებას, რომ ფულიანები გვაჯდნენ თავზე. ჩვენ ვაძლევთ იმის უფლებას, რომ ფულიანებმა კიდევ უფრო მეტი ფული აკეთონ და ჩვენ მათხოვრები ვიყოთ. ჩვენ ვაძლევთ იმის უფლებას, რომ ცხოვრება ჩავთვალონ. ჩვენ ვაძლევთ იმის უფლებას, რომ ხელისუფლება, რომელიც ჩვენი მსახური უნდა იყოს, გვაქცია თავის მსახურად. ჩვენ ესე იგი აბსოლუტურად იმას ვთმობთ, რომ პოლიტიკოსებმა წაართვეს ხალხს ქვეყანა და ფეხქვეშ გაიგეს ქვეყანა. და ამაზე ვართ გაჩუმებული. ხელისუფლება რა შვაშია?
და პარტიები და პოლიტიკოსები რას გამოვლენ? შეკრებს ზოგი 200 კაც, 300 კაც, 400 კაც, 500 კაც, ფული აქვს მიღებული ამაში. ფული. დედამიწის ზურგზე არ არსებობს პიროვნება, რომელიც იტყვის იმას, რომ მე ვაფინანსებდი რომელიმე აქციას, ესე იგი, რასაც მეცნიერთა კონგრესი, ჯერ ჩვენ აქციები ქუჩაში თემაზე არ აქვს. ჩვენ ვამბობთ, რომ ჩვენ პროგრამებს ვაკეთებთ, ჩვენ ვქმნით საზოგადოებრივ პარლამენტს, პარალელურ პარლამენტს, ჩვენი ამოცანა ხალხი ვაქციოთ მთავარ ოპოზიციურ ძალად და ჩვენ ხალხი დავარწმუნოთ იმაში, რომ ხელისუფლება არის უფროსი კი არა, მსახური და უფროსი არის ხალხი. ეს არის ურთულესი ამოცანა. რატო არ აწყობთ ამის გაკეთება? იმიტომ არ აწყობთ, რომ თვითონ რომ მივლენ ხელისუფლებაში, თვითონ ის აწყობთ, რომ უფროსები იყვნენ. იმად არ აწყობთ, რომ ხალხი იყოს უფროსი. ჩვენ თავიდანვე ვალაგებთ ისეთ პრინციპებს, რომელიც შემდგომში ხალხისთვის და ქვეყნისთვის იქნება კარგი. ანუ ჩვენ გვქმნით მართვის სისტემას, როდესაც ვერავინ ვერ შეძლებს, რომ ხალხს ეუფროსოს, რომ ეს ყველაფერი დალაგებული იქნება. რა თუნდა ამას ბიძინა ივანიშვილის დღეს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლას უნდა 4-5 გადაწყვეტილების მიღება. პირველი კონტროლის პალატის თავმჯდომარე, მთავარი ოპოზიციური, ვინც არის განათლებული ძლიერი ოპოზიციის, ესე იგი, აი ხალხი რომ იტყვის, რომ აი ხალხს რო ჯერა მისი და აი ოპოზიციონერი რომ არის. აი ეს უნდა იყოს კონტროლის პალატის თავმჯდომარე, ანუ აუდიტი, მთავარი აუდიტი. მეორე მიღებულია მისაღებია მარტივი გადაწყვეტილება. მინისტრის მოადგილე, ანუ პრემიერ-მინისტრი თუ ვისაც გააკრიტიკებენ დეპუტატს ნებისმიერ პიროვნებას, თუ არ იჩივლებს, რამეს უნდა უწერენ, სახლი აგიშენებია ეს თუ არ იჩივლებს, უნდა გაანთავისუფლო. დამთავრდა. ეს ორი გადაწყვეტილება მიიღეთ. მე აღარ ვლაპარაკობ იმაზე, რომ თქვათ მოსამართლეები არჩევიეთ ხალხს, განათლების საბჭო არჩევიეთ ხალხს, რომ სკოლის დირექტორს თითს არ უქნებდნენ და არ ეუბნებოდნენ იმას, რომ ეს უნდა ავირჩიოთ, ის უნდა ავირჩიოთო. განათლების საბჭოს ირჩევს ხალხი და განათლების საბჭო მართავს განათლების თელ სისტემას. ხელისუფლება მხოლოდ ევალება, რომ ბიუჯეტში შესული ფულის ამდენი პროცენტი ეკუთვნის განათლებას. სხვა დანარჩენს უვლის განათლების საბჭო, ანუ ხალხის მიერ არჩეული საბჭო. პოლიციის უფროსს უნდა ირჩევდეს ხალხი. აი ახლა განათლების სისტემას უაკეთებენ და დავშეურთხამენ. მე მახსოვს, როდესაც მოხდა 91-12 წლების გადატრიალება რომ მოხდა, მაშინ ელდარ შენგელაიასთან ერთად და გარკვეული ჯგუფი, რომელიც მივედი ხელისუფლებაში, ორი მთავარი საკითხი იყო მიწები და ერთ-ერთი მთავარი იყო რომ მიწების საკითხი, რომ ხალხისთვის მიგვეცა, მესამე იყო საკუთრების მფლობელი გახდარიყო რაღაც ადამიანი, ეს იყო და ესე იგი უნივერსიტეტი გახდარიყო დამოუკიდებელი. ვინ რომელი უნივერსიტეტის დამოუკიდებლობაზეა საუბარი? რომელი უნივერსიტეტის დამოუკიდებლობაზეა საუბარი დღეს? კატასტროფულია ეს მდგომარეობა, რომელიც ჩვენ გვაქვს დღეს. კატასტროფული. უბრალოდ ხელისუფლებამ ისარგებლა იმით, რომ ხალხი დამშეული და დაუზლურებულია. ხალხი ერთმანეთს ეჯიბრება იმაში, რომ როგორ შეძლოს, რომ გაძლეს წინ სადღაც. ეს არის სახელისუფლებო დღეს მექანიზმი ასეა მოწყობილი. არა იმით, რომ თქვა შენი ნიჭით და გონებით გადიოდი, არა. გამონათქვამი არსებობს ძალიან კარგი, რომ მივეხმარო ძლიერებს, თორე სუსტები და ხამელეონები ისედაც გაიკვლევენ გზას და ესაა საქართველოში. მე რაიონებში დავდივარ და ქალაქის მერებს ვხვდები, ნუ არ ვიცი რა გითხრათ პატრონებო ახლა, ნუ არ ვიცი თუ ესენი ქალაქის მერები არიან, არ მინდა ახლა აი რამდენიმე ისმიცი არ ვეხები ამ კონკრეტულად, მე მეცოდებიან ისინი რომ ქალაქის მერები არიან. მე სხვანაირად წარმომიდგენია ქალაქის მერი ახლა მომკალით და აი ასეთი ქალაქის მერი მე არც ვიცი. არც ვიცი ამ სიტყვის სულ მნიშვნელობით. აქ არ არის მარტო გარეგნობაზე ლაპარაკი, თუმცა ეს მნიშვნელობა უპირველესია ინტელექტი. გახვალ ხალხში დაილაპარაკებ და სასწაულ რამეებს გაიგებ. ყველა ქალაქის მერი გამგებელი და ესენი ძირითადად პოლიციიდან, პროკურატურიდან, უშიშროებიდან არიან წამოსული. ძირითადად. ან ბიზნესიდან. და იმ ბიზნესში კიდე ჩანერგილები იყვნენ, დანიშნული ბიზნესმენები არიან. ესენი რას გააკეთებენ? რა უნდა გააკეთონ? ესე იგი, როდესაც დღეს
ჩვენ ხალხი ვითმენთ ერთ რამეს, რომ აი მე კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩემს დღევანდელ გამოსვლას წითელ ზოლად გასდევს ამოცანა, რომელიც მეცნიერთა კონგრესს აქვს დასახული და მივეხმაროთ ერთმანეთს იმაში, რომ ხალხი იქცეს მთავარ ოპოზიციურ ძალად. არა რომელიმე პარტია, არა რომელიმე პიროვნება, არამედ ხალხი. ბიძინა ივანიშვილიც და ნებისმიერი პიროვნება, ვინც არ უნდა იყოს დამთავრდება, როდესაც მთავარი ოპოზიციური ძალა იქნება ხალხი. როდესაც ყველა ამბობს მე ვარ მთავარი და დაგსაქსეს ეს ხალხი და ერთმანეთს გადაკიდეს, ნაცვლად იმისა, რომ ჩვენ მუშაობდეთ იმაზე, რომ ხალხი ერთ ძალად შეიკრას და ეს იყოს მთავარი ოპოზიციური ძალა ქვეყანაში, ჩვენ ვცდილობთ იმაზე, რომ ეს ხალხი დავსაქსოთ, ვიღაცა ჩემთან იყოს, ვიღაცა იმასთან იყოს, ვიღაცა იმის მიტინგზე მივიდეს, ვიღაცა ამის მიტინგზე მოვიდეს და ეხლა მე დაჭერილი კაცია ელისაშვილი, მაგრამ ყოველთვის ვამბობდი, რომ კატასტროფაა ელისაშვილის ნაირი ხალხი პოლიტიკაში. რაც მან გააკეთა, აი ბიძინა ივანიშვილისთვის ვინმეს რო ეთქვა, რომ ამას გავაკეთებიო ვინმესო, დიდ ფულს გაიღებდა. დიდ ფულს. მე არ ვფიქრობ იმას, რომ მან ფულით ეს გააკეთა, მაგრამ აზრი ხო უნდა კონდეს მან. ან 4-ში რაც გააკეთეს. ამას ეს პოლიტიკაა, ბატონებო? ან კიდე რაც გააკეთა ელისაშვილმა. ან რასაც ეს ოპოზიციური პარტიები, ან რასაც ეს პრეზიდენტი ყოფილი ქალბატონი აკეთებს, ეს ყველაფერი არის, ესე იგი ბიძინა ივანიშვილის მხარდაჭერა. ხალხი ფიქრობს ერთ რამეს, რომ კი არ მოგწონს ეს ხალხი, მაგრამ ესენი ვინ არიან? და ამათ არა საქმე მაქვს. ბიძინა ივანიშვილმა მიაღწია იმას, რომ რეალურად რომ შესულიყო. მე ადრე ვთქვი და დღეს კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ბევრმა შეკითხვა დამისვა. ძალიან მძიმე მდგომარეობა შეიქმნა წინა საპარლამენტო არჩევნების შემდგომ. 48%-ის პარლამენტში იყო ოპოზიცია, ხო? ეს იყო დასრულება ბიძინა ივანიშვილის, რომ ესენი შესულიყვნენ პარლამენტში. ბიძინა ივანიშვილის ამოცანა იყო, რომ ესენი პარლამენტში არ შესულიყვნენ და რეალურად მომხდარიყო ამათი, აი, როგორც იტყვიან, ხალხის თვალში გაჩანაგება. გაუშვა ქუჩაში. არ მგონია, რომ ცოტა დახარჯა ამისთვის. გაუშვა ქუჩაში და ხალხმა, რომელმაც 48% აირჩია, ეს ხალხი დარჩა პარლამენტში უპატრონოდ. სამაგიეროდ რა გააკეთა ხელისუფლებამ, რაც უნდა იმ კანონებს იღებს. მე დარწმუნებული ვარ, რომ დღეს ან ასეთი ესე იგი გამგელებული არ იქნებოდა ხელისუფლება ხალხის წინააღმდეგ, როგორიც არის დღეს, რომ ის 48% შესულიყო პარლამენტში, უფრო მეც გეტყვით, ეს ხელისუფლება არ იქნებოდა. ახალი არჩევნები ჩატარებული იქნებოდა. ვის გაუკეთეს საქმე? ბიძინა ივანიშვილს. რომ დადიხართ უცხოეთში და ლანძღავთ ბიძინა ივანიშვილს და იძახეთ, რომ უნდა დავასამციროთ. ხალხში იკითხეთ ეს როგორ მოქმედებს. რომ გამოდიხარ და იძახით ყველა ივანიშვილის წინააღმდეგ, ვის სასარგებლოდ მოქმედებს ეს? ყველაფერი, რასაც დღეს ოპოზიცია აკეთებს, მე მიხსნიან იმას, რომ ამას ბიძინა ივანიშვილი გეგმავსო. მე არ ამგონია, რომ ამას თავი მაგათ გქონდეთ, მაგრამ ოპოზიცია თვითონ იქცევა ისე, რომ ამ ასეთი რამეების კეთება არის ბიძინა ივანიშვილისთვის და ოცნებისთვის სასარგებლო და ფულის ხარჯვა არ ჭირდება მას. ძალიან ბევრ პიროვნებას, რომელიც ხელისუფლებაშია დღეს, ისე მეგობრულად რო შევხვდებით, დავილაპარაკებ, ამბობენ ერთ რამეს, რომ ჩუმად გეტყვიან, ოხ ეხლა ვიყო ოპოზიციაში და რო ეტყვი, რატო გინდა? ესე იგი, განიავება შეიძლება ხელისუფლების, მაგრამ სხვანაირად ვეთანხმები. სწორად ამბობენ. ის როგორადაც ეს ოპოზიცია და ესენი, რომ აბსოლუტურად არავითარი გამოცდილება როგორ გააჩნიათ. არავითარი. მე ვიცი, რას ნიშნავს ქალაქის მერობა და ხელმძღვანელობა. მე პრეზიდენტს ვეუბნებოდი თავის ძროზე, ქალაქის მერად დანიშნეთ სადმე ეს მიხეილ სააკაშვილი და თქვენ ნახავთ, რომ აი რა მოხდება იქ თქო. არა, საკრებულოს საკრებულო არ არის ქალაქის მე. საკრებულო ისე მაკონტროლებელია. ყოველთვის იყო მაკონტროლებელი. არასდროს შემსრულებელი არ ყოფილა, რომ კონკრეტულ რამეზე ეგო პასუხი. არასდროს. ეს სოფლის გამგებელი, დაწყებული რაიონის გამგებელი, გუბერნატორი და ასე შემდგომ, თუნდაც ეკონომიკური მიმართულების, ასერიოზული მიმართულების სამინისტროს, ესე იგი იუსტიციის სამინისტროში დააქცია, დაანგრია, ისეთი რამეები გააკეთა მან იქ
და პრაქტიკულად იუსტიციის სამინისტრო კანონებს იღებდა და ის მოდიოდა გარედან დაწერილი კანონები და აქ იღებდნენ და მეტი არაფერი არ იყო. აი რეალობა ეგ არის. ოპოზიციამ შეუსრულა ყველაფერი წინვალეთ ისე რომ გაამაგრა. 1000-ჯერ რუსეთს ვეუბნებოდით თავის ძროზე, ნუ ლანძღავთ მიხეილ სააკაშვილის. იმიტომ რომ მიხეილ სააკაშვილის როცა ლანძღავთ თქვენ, ხალხი მიხეილ სააკაშვილის მიმართ კეთილგანწყობილი ხდება. დღეს ვეუბნებით ევროპას, ამერიკას, დაანებეთ ბიძინა ივანიშვილის ლანძღვას, გინებას, თავი და სანქციებას და ამ კიდევ ოპოზიციამ დაანებეთ ამაზე ლაპარაკ, იმიტომ რომ ეს ხალხს სხვანაირად მოქმედებს. თუნდაც დღეს ამ ხელისუფლებამ შეძლო, როგორც დასაწყისში ვთქვით, რომ ევროპა ამტერიებს საქართველოსი, ეს არის ყველაზე მძიმე რამ რაც მოხდა ბოლო პერიოდში და ამას ინანებს ქართველი ხალხი. რომ ევროპა არის მტერი. რომ ამერიკა არის მტერი. და თურმე არაბები და ესენი ვინც შემოვიდნენ, ესენი არიან მეგობრები. კატასტროფა. კატასტროფა ბატონებო, კატასტროფა. ამას მიაღწიეს რით? ტელევიზიებით, ფულით, ხალხის მოსყიდვით, ინტელიგენციის გაჩუმებით, მეცნიერების იგნორირებით, პოზიტიური ძალების იგნორირებით და ესე იგი ხელისუფლებები დამოუკიდებლობის აღდგენის შემდგომ ხელისუფლებები მოვიდნენ, რომელთაც გაცილებით ურჩევნიათ დესტრუქციულთან ბრძოლა კონსტრუქციულთან თანამშრომლობას. ვიმეორე, დესტრუქციულთან ბრძოლა ურჩევნიათ, ვიდრე თანამშრომლობდნენ კონსტრუქციულთან. ქვეყანა როდის მიდის წინ? საერთოდ არ გჭირდება დესტრუქციულთან ბრძოლა, როდესაც თანამშრომლობ კონსტრუქციულთან. ესენი კონსტრუქციულთან არ თანამშრომლობენ, კონსტრუქციული ყველაზე კონსტრუქციული არის მეცნიერება. მეცნიერებთან არ თანამშრომლობენ და ებრძვიან დესტრუქციულს. ნებისმიერი პარტია მითხარით ერთი ეხლა თქვენ, აი რომელსაც ხალხში ეკნება მხარდაჭერა და ითქვის, რომ აი ბიძინა ივანიშვილს როებძვის ეს პარტია, მე ამ პარტიის მხარეს ვარ და არა ბიძინა ივანიშვილისო. ესეთი პარტია არ არის, რატო? იმიტომ რომ პარტიებმა გაიჩანაგეს საკუთარი თავი და ავტორიტეტი. და ამას როცა ეუბნები პარტიებს, ეს არ ჯერათ. ყველა ეგრეთ წოდებული ბელადი ციხეში ზის. 500 კაცი არ ყავდათ? 30-50 კაცი ხართ, 500 კაცი არ ყავდათ, რომ რაღაც დადადგეს, მაგრამ და არ ყავდათ. არაფერი, თქვენ ფულს არ იგებდით, ფულს იღებდით გარედან. ეს ფული გახდა კიდე უბედურება. და რატომ? რა იყო მეცნიერთა კონგრესის პოზიცია, როდესაც იღებდნენ კანონს, აი უცხოეთიდან შემოსული ფულის კონტროლის თაობაზე? ხდება კონტროლი უცხოეთიდან შემოსული ფულის? არა. რატომ? არც აწყობს ეს ბიძინა ივანიშვილს. უყურებენ, ვის შემოაქვს, ყურებით იჭერენ, ბევრს დაიბარებენ, ეტყვიან, აჩუმებენ. ან როცა დაჭირდება დაიჭერენ. არ ებრძვიან ფულის შემოსვლას, რომ ის ფული არ შემოვიდეს, ეს ძალები მოკვდებიან და მასშტაბებმა წამოვა სხვა ძალა. აწყობს დღეს ბიძინა ივანიშვილს მოკვდეს ეს ძალები, რომლებსაც ერევა ადვილად და რომელიმე სხვა ძალა მოვიდეს, თუნდაც მეცნიერები მოვიდნენ მისათვის. ეს სასიკვდილოა მისთვის. ამიტომ ელოლიავება უulis პატრონობს ამ დესტრუქციულ ოპოზიციას, იმიტომ რომ მასთან ბრძოლა უადვილდება. რეალობა ეგ არის. და მეორე კიდე ჩვენ ვამბობდით, რომ ფული უნდა გაკონტროლდეს არა მარტო გარედან შემოსული, არამედ როგორ იხარჯება საქართველოს ბიუჯეტი. და როგორ იხარჯება ბიძინა ივანიშვილის ფული. უკონტროლოა. საქართველოს ბიუჯეტის 80% მართველი პარტიის არჩევნებზეა ორიენტირებული. 80%. დღეს მე აი ამ დღეებში ვსწავლობთ, ვაკვირდებით, რომ დავდივარ საქართველოში რაიონებში, ვხედავ, რომ ახალ გზებზე ისინია გაკეთებული გზაზე და აი შუა გზაზე განყოფი რომ არის გზების და იქ არის მოწყობილი განათება. ესე იგი 7 კაცი დავთვალეთ სხვადასხვა რეგიონში. 7-ვე ხელმძღვანელი ვინც იყო მილიონერი გახდა. ზოგიერთი უბრალოდ მძღოლი იყო. მილიონერი გახდა. რატომ? მაგრამ ნახეთ რა დღეშია, რაიმე მოწესრიგებულია,
აი ნახეთ ერთ ადგილზე აიგე რომ შემოდიხართ თბილისში არის ერთი ადგილი სადაც მშვენიერი ყვავილნარია გაშენებული მაგრამ გაშენი იმის გვერდზე ყველაფერი უკვე ის არის ყამიერი რას ნიშნავს იგი და რო გავიკითხეთ ნუ აზუსტებთ ეხლა რა ფულია დახარჯული შეიძლება კაცი გაგიჟდა და თქვა რომ ეს თურმე რატო აუშენებიათ ეს ყვავილნარი ამ ხელა ფული უშოვიათ რატო აშენებენ ამ იმას ფულშოულებენში რატო აშენებენ გზებს ფულშოულებენში რატო აშენებენ ამ ბაღებს და სკვერებს და სამუშაო ადგილს არქმენ ფულშოულებენ ამაში და ჩვენ გვიხარეთ და ტაშს უკრავთ ამას 15 მილიონი დაჯდა ქუთაისში სკვერის რეორგანიზაცია 15 მილიონი უბრალოდ ქალაქის მერი ვარ და აი გეუბნებით იმას რომ 1 მილიონი იქნებოდა ნუ თავზე გადასვლა ქალაქი არაფერს ვაში არ არის აქ ეს ცენტრალურმა ორგანოებმა გააკეთეს წინვალე ოპერის თეატრი აქვს ქუთაისში და მითხესო 30 თუ 35 მილიონი თუ რაღაც იხარჯება გადასარევი დასიხ გარიან კარგი ხალხი რა შვაშია ესენი ახალ ოპერას ააშენებ იმ ფულით ააშენებ გაცილებით უკეთეს თანამედროვეს ვინ ეკითხება იქ იმას ან ოპერის თეატრს და ან ქალაქს რა როგორ არა თბილისი იწყვეტს ყველაფერს და ამიტომ რომ გადაკიდებული არიან ერთმანეთზე რა უნდა მინდა მივმართო და ვთქვა ამ იმას რომ ესე იგი ადამიანებს დღეს მინისტრები და ამდენი მილიონერი რო პარლამენტშია ჯერ ამ პარლამენტს რო კაცი შეადგენს იმას საქართველოს არ უყვარს მე მზად ვარ ნებისმიერ ვინმეს ვეკამათო და გვარებით გავიაროთ პოლიტიკოსი არ არის პრაქტიკულად პარლამენტში ეს ერთი ნაწილი მეორე ნაწილი ეს მშენებლები რო შემოიყვანეს გაცილებით მეტი ვიდრე გადმოცემენ მე ვიცი ძალიან ბევრი ვინმეზე და ქურდებთან ურთიერთობები და მთელი ამბები და ესე იგი კატასტროფა მაგრამ ამას რო თავი დავანებოთ 9 დეველოპერს რა უნდა პარლამენტში მშენებელს და რომელია პოლიტიკოსი და რომელმა იცის ეკონომიკა დრო აშენებენ ბინებს ვინ ცხოვრობენ ამ ბინებში ისე მინდა გავიხსენო ბატონ მალხაზ გულაშვილთან მის გადაცემაში თქვენს რომ 75-80% ქართველები ყიდულებენ ტყუილია მალხაზ ბატონო ტყუილია და სწორი რა არის იცით რაც წინა გადაცემაში თქვი და ეხლა გავიმეორებ ბიზნესი გახდა უკვე მოდის უცხოელი მას არ შეუძლია რომ იყიდოს ბინა თქვათ რომ შეუძლია როგორ არა მაგრამ მშენებელი ეუბნება რომ მოდი რა ნუ გააფორმებ შენ ამ იმაზე და მოდი ესე იგი ქართველმა იყიდოს და შენ გააფორმე იმ ქართველთან სესხი სესხს აფორმებს რომ ვიღაცას ასესხა $220,000 $20,000 და $10,000 ჩუქნის $200,000 სესხს გაფორმდა იდულობს ის სახს და ერთი წლის მერე ეუბნება მე არ მაქვს საშუალება რომ მოგცე ფული და მე აქვს ეს სახლი და ჩადო ინვესტიცია ანალოგიურად იყიდება მიწები თქვენ გესმით რომ გუშინ წინ თქვი და არჯერა ხავს დიდგორი თბილისის შემადგენლობაშია რატომ იმიტომ რომ სასოფლო სამეურნეო მიწის გაკიდვა არ შეიძლება ხოლო თბილისი არის ქალაქი და ქალაქში არ იქნება სასოფლო სამეურნეო მიწა შეუერთეს მცხეთის თეთრიწყაროს გარდაბნის ეს ვებერთელა ისინი შეუერთეს თბილის მიწები და იყიდება ხა გადაიყვანეს როგორც არასასოფლო სამეურნეო მიწა და იყიდება ეს მიწები რა ვინმე სამე რომ უნდოდეს 1000 ჯერ თქვი რომ მიხეილ სააკაშვილმა $1 აჩუქა ქუთაისში ჩვენ რომ სუბტროპიკული მეურნეობის უნივერსიტეტს მივეცით მიწები და ბინები და ესენი ის გაუფორმა და ერთ მას ვეძახდეთ ბჟოლები იყო იქ ადრე ანუ თუთის ხეები იყო და საბჟოლიას ვეძახდით ბავშვები დავდიოდით და კრეპტით და რაღაც ეს ბევრი რამისთვის იყო საჭირო ფოთოლი და აბრეშუმი და რაღაც დააშენო ყველაფერი ამაში მონაწილეობა მიმიღია და ვიცი ეს კარგად როგორ აბრეშუმის გამოყვანა და ყველაფერი ესენი ეს უნიკალური რამე იყო და
იმ უბანში ცხოვრობდი. ეს მიწები 1 და 2 გექტარი კი არა. 100-ობით და 1000-ობით გექტარი ერთ ლარად აჩუქა. ინსტიტუტს, რომელსაც ბატონი ბენდუკიძე ხელმძღვანელობდა. აცხონოს ღმერთმა გარდაცვლილია მისი ქალიშვილი $50 ხიდის კვადრატულ მეტრს. ხმას იღებს ვინმე? ვინ აწილშია? და რატომ ხდება ეს? ფული კეთდება გზების მშენებლობაში, კომუნალურ ობიექტების სიმაში. აი ასეთი მიწების ყიდვა-გაყიდვაში. ყველაფერი ესენი განიავდა ქვეყანაში. რაც შეეხება ორი მნიშვნელოვანი საკითხია, რომელსაც ხშირად საუბრობ, მაგრამ ხალხში რაღაც ვერ გადის ეგ და ამიტომ მინდა რომ კიდევ ერთხელ ნებისმიერი პოლიტიკური ძალა ფასდება იმის მიხედვით, რასაც პირდება არჩევნების წინ, არჩევნების მეორე დღიდანვე შეუდგება თუ არა მის განხორციელებას. რას დაპირდა გახსოვთ ოცნება ხალხს. ვერავინ ვერ იხსენებს, ვისაც არ ვკითხე, ვერაფერს ვერ იხსენებენ, იმიტომ რომ ყველაფერი ბუნდოვანად იყო. მაგრამ აი ნახეთ რა ხდება, გააორმაგდა ჯარიმები. გვითხრ რა არჩევნების წინ გავაორმაგებ ჯარიმებსო, არ უთქვამს. ესე იგი, შემწეობები ბოლო 2-3 წლის განმავლობაში 200-300,000 გაზარდეს. ახლა აცხადებენ არჩევნებიდან მეორე მესამე დღეს თუ პირველ თვეს თუ მეორე თვეს. აცხადებენ რომ შემწეობები ბევრს აქვს და უნდა გადავხედოთ ამას. ითქვა არჩევნების წინ არ თქმულა. კარგით. მიწას რო არაბებს ასე მივყიდიდით და თქვენ ხო ხედავთ რომ პროექტია უკვე, ანუ 4-5 წელია ამ პროექტზე, 3 წელია, 4 წელია მუშაობენ. გაკეთებული აქვს ყველაფერი. ჰაერს ყიდიან უკვე. კინოთეატრი რუსთაველი კატასტროფა გახდა ამ იმის ოფისია მთავარი იქ ბიზინე ავანიშვილის სასტუმროს გვერდით ახლოს, რომ იქ იცხოვრონ სასტუმროში და აქ იმუშაონ. ვინმე მუთხრა რომ ასე მოიქცეოდით ქართულ მიწას, არავის არ უთქვამს, რომ არაბული ქალაქები აშენდებოდა. ეს არჩევნების წინ მე რაღაც არ მსმენია. კარგით. ემიგრანტებზე ხმის უფლებას რო ჩამოართვენენ, გაიგონეთ არჩევნების წინ? მე არ გამიგონია. არჩევნების მერე რა ითქვა? კარგით. გაიგონეთ განათლებასთან დაკავშირებით კორპუსებიო და გაყიდვა და მე-12 კლასი ითქვა, რომ მე-12 კლასი აღარ იქნება, ითქვა ამის თაობაზე, მე არ გამიგონია. ითქვა რომ ასეთ ორგანიზაციას გააკეთებდნენ, მე რამდენიმე ჩამოთვალე, თორე 1-20 საკითხია, რომლითაც დუხს ქვეყანა. განიცდის ადამიანები, განიცდიან ამას ყველაფერს. კატასტროფულად იზრდება ფასები. კატასტროფულად. გუშინ კახეთში ვიყავით გუშინ. ბრუნდებით კახეთიდან. და პიროვნება ძალიან კარგი პიროვნება ვინც საჭესთან იჯდა, მან თქვა რომ აკო კარგი გოგრა იყიდება, ყვახს ვეძახით ჩვენ და ჩავედით და მითხრა რომ გვევნება რომ 1 ლარიო გადავდივით ვიყიდე, ჩავედით 5 ლარი ღირს. და უთხარით რა, გაზვირდა ყველაფერია. პური გაზვირდაო, შუქი გაზვირდაო, ყველაფერია და მე რა ვქნა? და მე კიდე უცხოელები ყიდულობენ და ქართველები თუ არ იყიდიან რა ვქნა ახლა? არ მოგიდგენიათ? უცხოელების შემოსვლამ ქვეყანაში ყველაფერი გააძვირა. ბინაც, ოფისის ისაც ღირებულებაც, ყველაფერი, საჭმელი, სასმელი, ყველაფერი გააძვირა. იმიტომ რომ იმათთვის 1000 და 2000 დოლარი არაფერი არ არის, რომ დახარჯოს ერთმა კაცმა. და ჩვენთან ეს დიდი ის არის და ამ იმას თქვა რომ მე მირჩევნია 10 კილოგრამი გავყიდო 45 ლარად, ვიდრე 20 კილოგრამი გავყიდო თითო ლარად. ანუ 30 კილოგრამი. აი წარმოიდგინეთ, რა მდგომარეობა შეიქმნა, ვის დაარტყა ყველაფერმა ამან. დაარტყა ეს ქართველ ხალხს. რომ არა უცხოეთში წასული ჩვენი ქართველობა, ჩვენ დავიხოცებოდით. შიმშილით, არაფერი არ შექმნილა ქვეყანაში. მაგრამ ამ ხალხს სიტყვის ხმის უფლებას აძლევენ და როგორ გამოდიან კიდე ადამიანები, რომლებიც სააკაშვილს თხოვდნენ პასუხს იმას, რომ აი რატო არ აძლევთ უფლებას, რომ მეტი საარჩევნო უბნებს ატყარხსნით ამერიკაში, რუსეთში და სხვაგან და ასე შემდგომ. დღეს იგივე ხალხი ამბობს, რომ სწორია, რომ უქმებენ
ესე იგი ხმის უფლებასო, ნუ გესმით, რომ ადამიანება, რომელმაც გადაგვარჩინეს. მე ახლა კარგად მესმის და კიდევ ერთხელ მინდა მივმართო ემიგრანტთა ყრილობის მერაბ ბერძენიშვილის ეზო გარემოში რო ჩატარდა იმ დელეგატებს მინდა მივმართო. ჩვენ რა გადაწყვეტილება მივიღეთ ძალიან ძლიერი. როგორ მოხდა შეხვედრა ესე იგი ხელმძღვანელებთან სამინისტროში ემიგრანტების შეხვედრა. რა გადაეცით პასუხი მიიღეთ ვინმე რამეზე. რა იყო მთავარი? ჩვენ გვინდოდა რომ შექმნილიყო საქართველოში ემიგრანტთა ოჯახების დაცვის, საქართველოში ემიგრანტთა უფლებების და უცხოეთში საქართველოში ემიგრანტთა ოჯახების და უცხოეთში ემიგრანტთა უფლებების დაცვის საერთაშორისო ლიგა. პრაქტიკულად ახალი სიტყვა და ეს იქნებოდა პროფკავშირები. რა გააკეთა იმ ხალხმა, ვისაც შევხვდით იარა საბერძნეთში, იტალიაში, ყველა ვინც იყვნენ სათითაოდ ნახეს და გაგვიჩუმა ყველა. მე არ ვიცი რის ხაზზე. გადაწყვეტილება მივიღეთ. მე ხوار გავაკეთებდი ლიგას. ერთი მებრძოლი ამ საქმეში, რამდენიმე მებრძოლი დარჩა და ერთ-ერთი ქალბატონი ლუარა ნიჟერაძე. გული დამწყდა რომ ძალიან ბევრმა, ვინც აქ ყველაზე აქტიური იყო, გამოსავალი არ არის სხვა. უნდა შეიქმნას საქართველოში ემიგრანტთა ოჯახების და უცხოეთში ემიგრანტთა უფლებების დაცვის საერთაშორისო ლიგა. ამას ელოდებოდნენ მაშინ როგორც ვთქვით ევროპულ სტრუქტურებში, გაეროში, ყველგან და ამბობდნენ იმას, რომ სრულად ახალი, ანუ პროფკავშირები იქნებოდა პრაქტიკულად ემიგრანტების. დიდი უფლებებით. ჩვენ დავიცავდით ჩვენი ემიგრანტების უფლებებს უცხოეთში და იმათი ოჯახების უფლებებს დავიცავდით საქართველოში. არა. როგორ მოხდა ეს? მოისყიდეს ვიღაცები, გააჩუმეს ვიღაცები. ქვეყნის ბედია უფრო მნიშვნელოვანი ვიდრე ჩვენი კუჭი, რომელმაც როგორც არაერთმა დავაყენეთ წინ. როცა კუჭი გაიმარჯვებს გონებაზე, ის ქვეყანა დაქცეულია. საქართველოს ეს პრობლემა აქვს. კუჭია გამარჯვებული გონებაზე. ერთხელ უნდა მოხდეს, რომ გონებამ გაიმარჯვოს კუჭზე და გონებით ჩავერთოთ არჩევნებში და გონებით გადავწყვიტოთ ქვეყნის საკითხი. აღარ ერთხელ გჭირდება ეს. ერთხელ. არასდროს გონებით ქვეყნის საკითხი არ გადაწყვეტილა. არასდროს სიკეთით გამარჯვებული პოლიტიკური ძალა ხელისუფლებაში არ მოსულა. ყველა არის ფულით, ქურდებით, ვიღაცის დახმარებით, იმით და ასე შემდგომ. ჩვენ სუფთათა პატიოსნად ვიბრძვით იმისთვის, რომ კაპიტალურად გადაწყდეს და შეიცვალოს მართვის სისტემა. კაპიტალურად. მე ზეგან თქვი და გავიმეორებ. ის კი არ იყო საჭირო, რომ როგორც თქვით ზეგან, რომ მიტინგები ვატაროთ ცალ-ცალკე ამ არაბული იმის თაობაზე და 400-500 კაცი ვკრიბოდა ხელისუფლება ვლაპარაკობდა. 400-500 კაცი ვინ არის საქართველოში? ამდენი მილიონი ცხოვრობს და დანარჩენები ხარს არავინ არ უჭერს ხარს, მაგრამ არ გამოდის ეს ხალხი ქუჩაში, იმიტომ რომ ქუჩაში ვინც გამოიყვანეს, მოატყუეს. და ხალხი სწორია. მოატყუეს. მოატყუა გამოყვანილი ხალხი, რომ გამოვიდა ქუჩაში ხალხი, მოატყუა, ესე იგი აი 92 წლის არჩევნების დროს და 91-92 წლების გასაყარზე მოატყუეს შემდგომ, როდესაც შევარდნაძე 2003 წელს მოატყუეს ხალხი, 2011 წელს მოატყუეს ხალხი და ხალხი ხედავს იმას, რომ ვინც მოვიდა, გამდიდრდა და ხალხი ღარიბი ვინც იყო გაღადაგდა. ანუ ყველა არჩევნებით საქართველოში მდიდარი კიდევ უფრო გამდიდრდა და ღარიბი გაღადაგდა. ამიტომ აღარ ჯერა ამის, აღარ უნდა ქუჩაში გამოსვლა. ასეთამ სხვა რაღაცაა მოსაფიქრებელი, ხო? ჩვენ წავედით ამ გზით. ეროვნული თანხმობის პარლამენტის იდეა, რომელიც პარტიების მონაწილეობასაც გულისხმობს და საბოლოო სიტყვას ამბობს ხალხი. ვერავინ წინააღმდეგი ვერ წავა. მართლაც მივიღებთ უნიკალურ შედეგს. არავის ამის განხილვა არ უნდა. რატო? იმიტომ რომ ყველა თვლის რომ მე ვარ გადამრჩენი. ნუ მე ჩემზე კი არ ვამბობ, ყველა პარტია, მე ჩემი პარტია არის გადარჩენი. ვერავინ ამ ქვეყანას ვერც ერთი პარტია ვერ გადაარჩენს. და ვინც თქვენ ხვირი ხართ ქუჩაში, ეს ხამურაბის კანონებია. ვინც ხმამაღლა ხვირი ხართ, გონიათ რომ იმათმა მოусმინონ. გონება უნდა დაბრუნდეს პოლიტიკაში. ეს არის მეცნიერთა კონგრესი. ჩვენ ხვალ გვაქვს
მეფე დავითში ვისაც ექნება სურვილი მე-17 სართულზე შეუძლია თქვენები გააფრთხილეთ, შეიძლება მოვიდნენ და ესე იგი გვაქვს სადაც მოხსენება არის როგორი ხელოვნური ინტელექტი და ადამიანი ხალხო ადამიანებო ესე იგი ჩვენ სად ვართ და რა ხდება სხვაგან ბატონი ბესიკ ბოგველი გვეუბნება რომ 2-3 საუკუნით არიან წინ ისრაელში იქ არის ასული ახლა ძალიან ბევრი ვინმე ამერიკაში გერმანიაში იაპონიაში წავიდა აი ვინც ჩვენ გამოგვიგზავნა მასალები ბატონი ნიკა ჩხეიძე რომელმაც მოგწერა გავგიკეთა ანალიზი საერთაშორისო აუდიტის წევრია 26 წლის ბიჭი მეცნიერების დოქტორი და მან გააკეთა აი რა უნდა მოვითხოვოთ ჩვენ ის ამბობს რომ გამორიცხულია რომ ესე იგი საიდუმლო იყოს ხელშეკრულება არაბებთან არაბულ კომპანიასთან ხელშეკრულება როგორ შეიძლება საიდუმლო იყოს სახელმწიფოებს შორის ხელშეკრულებები აღარ არის უკვე საიდუმლო და კომპანიასთან ხელმოწერა არის გასაიდუმლოებული ხალხო ნუ არ ვიცი ესეთი რამ და კაცი არის გაოცებული ინგლისში ცხოვრობს ინგლისში დაიცვა სადოქტორო წავიდა იაპონიაში და თქვა ეს სხვა საუკუნეო ინგლისში ცხოვრები კაცი გაოცდა რომ ჩავიდა იაპონიაში რომ ესენი 2-3 საუკუნით არიან წინო ჩვენ ფეოდალური წყობილება გვაქვს 21 საუკუნის და რეალურად ჩვენ რამდენიმე საუკუნით ჩამოვრჩით ყველაფერს და ხვალ ვინც მოისმენს იმ მოხსენებას დარწმუნდება კიდე იმაში რომ სოფლიო რაზე ფიქრობს რა ხდება ტაივანზე რა ხდება კორეაში რა ხდება იაპონიაში რა ხდება ამერიკაში და რა ხდება ამ ქვეყნებში და სად ვარ ჩვენ რისთვის ვიბრძვით არავითარი ინოვაციური პოლიტიკა ამ ქვეყანაში არ ტარდება ინოვაციური პოლიტიკა კი არა ეს არის თქვათ ხალხის გადამტერება ერთმანეთზე პოლიტიკა რომელიც დღეს ხელისუფლებას და ოპოზიციას აქვს ეს არის ადამიანების ერთმანეთზე გადამტერება და მაშინ როცა ქვეყანას ჭირდება ერთობა ვარ დაკსაქსული დანაწევრებული ვლანძღავთ და ვაგინებთ ერთმანეთს და გვიხარიეს ხელისუფლება რო გააკრიტიკებს ვინმეს ხელისუფლების ხარდამჭერები აი უხარიათ გააკრიტიკებს ოპოზიცია ხელისუფლებას ოპოზიციის ხარდამჭერებს უხარიათ და მტებ ხელისუფლება ვისაც არ მოწონს უხარიათ რა გიხარიათ სხვისი კრიტიკა სხვისი ლანძღვა რა გიხარიათ რა შეიცვალა თქვენთვის კარგი ამ სიხარულით რა შეიცვალა ისევე როგორც მაშინ არიჯერებდით როცა ვამბობდით მეცნიერება ანალიზი რო გავაკეთეთ რომ არავითარი პრობლემა ელექტროენერგიის საქართველოში არ იყო მაგრამ ახალგაზრდულმა გუნდმა მოქალაქეთა კავშირის და მერე ნაცმოძრაობამ ჯერ ახალგაზრდულმა გუნდმა ყველაფერი გააკეთა იმისათვის რომ შუქი არ მიეღო მოსახლეობას წყალს აქცევდნენ გოდერძი კუპრავა მყავს ამის მაგალითად და დასავლეთ საქართველოს გამორთეს მთლიანად და წყალს აქცევდნენ ვარცხლგეზე მოსახლეობა გაეღიზიანებინათ ქუჩაში გამოიყვანათ ეს იყო ხელოვნურად რატომ იმიტომ რომ პირველი რევოლუცია მომხდარიყო და ხესები გაეყიდათ რისი გაკიდვაც არ შეიძლებოდა ის გაგვაკიდიეს ხალხმა თქვა რომ ოღონდ შუქი მოგვეცით და რაც გინდათ ის გააკეთეთ და ელექტროენერგეტიკა ჩვენი აღარ არის რომელ ეკონომიკაზეა საუბარი ქვეყანაში სადაც 30 თეთრი ღის მეწარმისთვის ენერგია ამერიკაში მეწარმეს უფრო იაფად აძლევენ ელექტროენერგიას ვიდრე მოსახლეს და ეს უფრო სწორი პოლიტიკაა და მეტიც კიდევ სოფლად ელექტროენერგია გაცილებით უფრო იაფია ვინც ფერმერია ვინც საქმეს აკეთებს საქართველოში კრიპტოვალუტის ჩამომსხმელს ანუ ბიძინა ივანიშვილს 8 თეთრადა აქვს და ვინც რეალურ ეკონომიკურ საქმეს აკეთებს იმას 30 თეთრად ელექტროენერგია ამას ვითმენთ და გვიკვირს რატო ცხოვრობ ცუდად ჩვენი ყველა გამოსვლა და ყველა მიმართულია იქეთკენ რომ ნელ-ნელა ვინ მოგწონს და ვინ არა თემურ შაშიაშვილი მოგწონს არ მოგწონს გადადეთ გვერდზე არ არის ეგ თავარი ფაქტი ანალიზი რომელსაც ჩვენ ვაკეთებთ ეს არის მეცნიერთა კონგრესის ანალიზი თუ არასწორია ესო 170 ქვეყნის წარმომადგენლებს
დღეს აი რომ მოინდომოს 170 ქვეყნის წარმომადგენლებმა რომ მოინდომოს დღეს და თქვას რომ მე ხვალ მინდა გავფრინდე საქართველოში მოდის ვიზა არაფერი არ ჭირდება 170 ქვეყნიდან სულ გაეროში 192 ქვეყანაა რეგისტრირებული ტყუილია გამოდით და გითხარით ეს არ არის ის კომპანია რომელიც სახელწოდება წერია იქ ეს იგივეა როგორც ადრე ვთქვით რომ ტრამპ ტაუერი ხო შენდებოდა თბილისში მაგრამ ამას ვინ ყიდულობდა ზარალა ხედრიონელი ყიდულობდა სახელს და აშენებდა ის ტრამპ ტაუერს მაგრამ მაგ ტრამპის ფული არ იქნებოდა 1 ლარი 1 დოლარი იგივე ეს კომპანია რომელმაც აგერ ბალკანეთის ნახევარკუნძულზე საშინელებები აქვს გაკეთებული აქ ჩვენთან მოდიან ვეუბნებით რომ გეგამათეთ გითხარით რომ ჩვენ ვატყუებთ ხალხს დადგა მომენტი როდესაც პოზიცია უნდა გამოხატოს ყველა რიგითმაც კი აღარ ვლაპარაკობ აკადემიებმა სამეცნიერო დაწესებულებებმა ყველა რამ შეგვაშინა ხალხო რამ შეგვაშინა პატრიარქები ყავდა ქვეყანას რომლებიც რაღაც სასწაულ წერილებს აგზავნიდნენ და სასწაულ რამეზე მიდიოდნენ ხელისუფლებები ყავდა როდესაც საოცარ რამეებს აკეთებდნენ 100,000 წამებულის ქვეყანა ვარ ჩვენ ღვთისმშობლისხაც ფეხი დაადგით და ცოცხალი დარჩებით თუ არა და თქვენი სისხლი მტკვარ შეუერთებოდაო და ხალხი 100,000 კაცი ეწამა ეს ქვეყანა ვარ ჩვენ და რას ბიზინა ივანიშვილს არ ვაწყენინოთ და უფალი არ გვაინტერესებს როგორი აზრისა ღვთისმშობლის წელს ქვეყანაში და აღმოჩნდა მეუფე რომელიც ამბობს იმას რომ არაბიზაციაო არ არისო პრობლემა საქართველოსი სარგებლობენ იმით რომ პატრიარქი ასაკშია და სარგებლობენ იმით რომ უკანასკნელი 5-10 წლის განმავლობაში პატრიარქის ცვლილება ეხლა ყველას უნდა ხელისუფლებასთან იყვნენ კარგად და განსაკუთრებით აქტიურობენ ხელისუფლების მხარდაჭერაში აი ის საბრძოლო პირები რომლებსაც უნდათ რომ იბრძოლონ პატრიარქობისთვის კატასტროფაა ეს კატასტროფაა ეს ვისაც მიგაჩნიათ რომ ასე გამოსვლა და საუბარი დღეს ადვილია ერთმა ხელი მოგიმართოთ მე ადამიანურად განვიცდი ნერვიულობ უამრავი პრობლემა მაქვს და უამრავი ექსპერიმენტები დავიწყეთ მეცნიერთა კონგრესის სახით 4 რამ არის აი დღეს მოვედით 4 რამ არის რომელიც ბიბლიურად არის გამოკვეთილი პური ანუ ხორბალი წყალი ღვინო თაფლი 4-ზე მეცნიერთა კონგრესს პროგრამული განაცხადი აქვს გაკეთებული წყალზე როდის დავიწყეთ და 450,000 კაცი ხელმოწერა არის და ბატონი რომან რურუა უდგა სათავეში და ვერ დაძრა საქმე იმიტომ რომ არ აინტერესებთ ეს ხელისუფლების წარმომადგენლებს ეს არ აინტერესებთ ამ ეტაპზე არ აინტერესებთ თაფთან დაკავშირებით ვინც ყველაზე მეტად აქტიურობდა და პროგრამა გააკეთა იმას წაართვეს ყველაფერი რაც შეეხება ხორბლის თაობაზე ომი მიდის საშინელი მაფია მსგავსი რომელიც ხორბალშია წარმოუდგენელია არავის არ აწყობს რომ ებრძოლონ რუსეთიდან პური შემომტან ხორბლის შემომტანებს რუსეთიდან ხორბლის შემომტანებს ვერავინ ვერ მიეკარება ხელისუფლება დგას ამის უკან მე არც მინდა იმის გამხელა რაიონებში რომ დავდივარ რომ ასე იგი რას ლაპარაკობენ ჩუბინიძით მოყოლებული რომელიც დაცვის უფროსია ესე იგი ბიძინა ივანიშვილის თუ სახელმწიფო დაცვის უფროსი რას ლაპარაკობენ რა აქვთ რეგიონებში რა სასტუმროების ქსელი რა ნარკოტიკული ისინი რა ხდება სასტუმრო საქართველოს უკან ეს ბერა რაში მონაწილეობს როგორია ქურდებთან ურთიერთობები ხალხო რა შვებით გადავდოთ თავი ვისაც შეგვიძლია
თავის გადადება პირველ რიგში იმით კი არა, ქუჩაში გამოსდავთ ხოლმე. პირველ რიგში ის რომ ვამხილოთ აკადემიურად, სწორად ვამხილოთ, რომ ხალხმა დაგვიჯეროს. ეროვნული თანხმობის პარლამენტის იდეა არის ძლიერი იმით, რომ ამ პარლამენტში პოლიტიკოსები არ იქნებიან, უბრალოდ პარტიის ლიდერები არ იქნებიან და ეს პოლიტიკოსები, რომლებიც დღეს ქუჩაში ხვირიან, ესენი არ იქნებიან. ეს იქნება პროფესიონალთა პარლამენტი. მე არ ვიქნები და ვერ ვიქნები იმაში. მე ჩვენ დავწერეთ ისეთი კონცეფცია, როცა მე თვითონ ვერ ვიქნები იმ შემადგენლობაში, იმიტომ რომ იქ სხვა მექანიზმებია, მოისმენ თქვენ ამას, როგორია და ნუ ეს უიშვიათესია, რომ გარკვეულმა პოლიტიკურ ჯგუფმა დაწეროს ისეთი პროგრამული დოკუმენტი, რომელიც გამორიცხავს მის მონაწილეობას ხელისუფლებაში. კიდე რა უნდა გავაკეთოთ? კიდე როგორ უნდა წავიდეთ რა? ყველას უნდა მაშინ, როდესაც ყველა გაიძახის, ჩვენ ვართ, ჩვენ გადავარჩენთ. ისი გადამრჩენები ხართ, რა გადაგირჩენიათ, ვინ გადაგირჩენიათ, რა გაგიკეთებიათ. და მე მივახცევ იმას, რომ ერთხელ შეიკრიბება ქუთაისში თეატრში ან სადმე ხალხი, თუნდაც ყველა ჩემი მოწინააღმდეგე მოვიდეს და მე მოვყვები იმას 50 რამეს, რომელიც მაშინ იყო და რა პრობლემა რომ დღეს იყოს. განხორციელებული და გაკეთებული ერთ-ერთს ვარ ვიღებდი თბილისიდან. ერთ-ერთს. რატო არ უნდა ამის გამხელა? განათლების რეფორმა უზნაძის თეორიის მიხედვით, რომელიც ჩვენ გაკეთებული გქონდა. რატო არ უნდათ უნივერსიტეტში მისაღები გამოსდების გარეშე? რატო არ უნდათ იმის ისო დაფინანსებას უნივერსიტეტებში ხელისუფლება უნდა აკეთებდეს და ქვეყანა უნდა აკეთებდეს და ასე ფულზე არ უნდა იყვნენ დამოკიდებული ლექტორები, გადაიხდის თუ არა სტუდენტი და სწავლება მოკვდა ქვეყანაში. კულტურაში, განათლებაში საშინელი სიტუაცია, ერთ და ორს ეხმარებიან დანარჩენები, ვინც ბიძინე ავანიშვილის ირგვლივ მომღერლები იყვნენ და ვინც დითი რამბებს უმღერიან, იმათი ოჯახის წევრები ცხოვრობენ კარგად და იმათი ოჯახის წევრები დეპუტატები არიან და მე არ მინდა ვარებით ამით ვილაპარაკო, მაგრამ რა უნდა იმ ქალბატონს პარლამენტში მე არ ვიცი. რა საქმე აქვს, ვინ არის? ესე იგი, როდესაც ჩვენ ხვის ადგილზე ზიხარ. მითხარით ერთი, შემდგომ იმაზე დაწერეთ ერთი პარლამენტში ვის ისნობთ პოლიტიკოსს და რომელია პოლიტიკოსი. და გინახავთ მსოფლიოში პარლამენტი, სადაც 80% მაინც პოლიტიკოსი არ არის. საქართველოში პოლიტიკოსების რაოდენობა ერთი ხელის 5 თიცია ჩამოსახლელი. რატომ? იმიტომ რომ პოლიტიკოსი გაანადგურეს, არავის არ აინტერესებს. მთავარი საზომი გახდა ფული. წესიერ კაცს ფული ვერ ექნება ამ ქვეყანაში. ფული აქვს უწესო კაცს, შუბსკელ კაცს. ძალა ფულის კეთებას კი არ უნდა. ძალა უნდა იმას, რომ როცა კანონიერად არ შეგიძლია ფულის გაკეთება და ვიღო მდიდარი, უკანონო გზით არ წახვალ, ამას უნდა ძალა. ფულის შოვნას არ უნდა ძალა. ფული რომ არ იშოვო, მაშინ როდესაც შენ კანონიერად არ შეგიძლია ამის გაკეთება და უკანონოდ კი შეგიძლია იშოვო, ამას უარ გააკეთებ, ამას უნდა ძალა. არ ვიცი, მე შეიძლება ბევრი ვინმე თulis იმათ, რომ მე ძალიან იმედიანად ვარ, იმიტომ რომ უკვე მრავლობს იმ ხალხის რაოდენობა, რომელთაც მიაჩნიათ პირველი, ასე ცხოვრება არ შეიძლება, მეორე, რომელთაც მიაჩნიათ, რომ ქვეყანას გარედან მართული ხელისუფლება ვერ გადაარჩენს, მესამე, რომელთაც მიაჩნიათ, რომ აღარ შეიძლება იმ ხალხის არჩევა, რომლებიც მიდრეკილი არიან ფულისა და ძალაუფლებისაკენ, არ შეიძლება ამ ხალხის არჩევა. და ბევრი სხვა რამ კიდე იზრდება უკვე ამ ადამიანების რაოდენობა. ეს არის უკვე მოაზროვნე ძალა. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. მე ვნახე ფილმი, რომელიც და ნახეთ, მე ჩემს გვერდზე დავდე ბატონმა გურამ ქართველიშვილმა რომ გადაიღო. როგორ აკეთებს ეს კაცი ამ სიტუაციაში, ეს მართლა წარმოუდგენელია. ძალიან დამაფიქრებელია. ყველა ის ფილმი, რომელიც მას გადაღებული აქვს, მაგრამ ეს ბოლო ფილმები. ადამიანი, რომელსაც ამის გაკეთება შეუძლია,
რა ესე ნიჭიერ ადამიანების აი ამ დღეს დავრეკე და ვიკითხე ბატონი გელა ფარჩუკი და მინდოდა მომეწვია ხვალ აი ამ როდესაც ხელოვნური ინტელექტის იმაზე, იმიტომ რომ განათლებული კაცია ძალიან ძლიერი და ყველაფრისგან გამანთავისუფლებს კაპელა, ვაშტაბ კაპელა ქონდა, ბიჭურათა კაპელა, სასწაული. ყველაფერი, ანუ ნიჭიერების წინააღმდეგ ბრძოლა. უნიჭოების ზეინია. ირგვლივ პოლიტიკაში და პოლიტიკის გარეთაც. ამის გაგრძელება შეიძლება? ვიც ფიქრობთ, რომ ამის გაგრძელება შეიძლება? საქართველოზე არ ფიქრობთ. საქართველო მხოლოდ მაშინ იქნება ძლიერი, როდესაც ამ ქვეყანაში იქნება არა ფულის ძალაუფლება, არამედ ნიჭის ძალაუფლება. მეცნიერთა კონგრესი აი ამ უმძიმესი და კარდინალური საკითხისთვის იბრძვის. არა ფულის უფლების ქვეყანა, არამედ ნიჭის ძალაუფლების ქვეყანა. დავდგეთ ამ ბრძოლაში, ვიყოთ ერთად. გადავდოთ ერთმანეთს, გადავდოთ ეს როგორც იტყვიან ერთმანეთის წენა, ესე იგი ლანძღვა, გინება, გავერთიანდეთ. ნიჭის ძალაუფლების ქვეყანა იქნება სასწაული ქვეყანა და საქართველოში მსოფლიოში ალბათ ერთ-ერთი გამორჩეული ქვეყანა, იმიტომ რომ ჩვენ მიწა, წყალი, ჰაერი, სითბო, ბუნებრივი რესურსები, ადამიანური რესურსები, ინტელექტუალური რესურსები და გეოგრაფიული პოტენციალი გვაქვს ყველაზე უკეთესი, რომელიც კი შეიძლება იფიქროს ადამიანმა. 8 მთავარი კრიტერიუმის მიხედვით ჩვენ ვართ როგორ შეიძლება ამ ქვეყანაში ცხოვრობდე ღარიბად. დანაშაულია, რომ ამ ქვეყანაში ცხოვრობთ ღარიბად დანაშაულია ეს. ვისი დანაშაულია? ხელისუფლებების. ეს ხელისუფლებები ვინ აირჩიეს ხალხმა? ეხლა იტყვით რომ აყალბებდნენ არჩევნებს. თუ მაგრად დავდგებით, ვერაფერს ვერ გააყალბებენ და უნდა დავდგეთ მაგრად საქართველოსთვის, ნიჭის ძალაუფლების ქვეყნისთვის. მაგრად ვიყოთ.